იუნკერების ბრძოლა და ფოტოშოპის შექმნა. ეს არის რუბრიკა დღის ამბები ისტორიულ წრუილში. მე ნამდვილ მასწავლებელთან ერთად მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. დავიწყოთ. 1921 წლის 19 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისს მოადგა. კოჯორ ტაბახმელსთან დაიწყო სასტიკი ბრძოლა, სადაც ქართველი იუნკერები გმირულად იცავდნენ დედაქალაქს. 1473 წელს დაიბადა ნიკოლოზ კოპერნიკი, ასტრონომი, რომელმაც მზე გააჩერა და დედამიწა აამოძრავა. ჰელიოცენტრული სისტემის ავტორი გახლავთ ეს ასტრონომი. 1990 წელს კი გამოვიდა ფოტოშოპის პირველი ვერსია. ფოტოშოპი დღეს მაღალ ლეველზეა, თუმცა პირველი ვერსია არც ისე დიდი ხნის არის, 90 წელს გამოვიდა. ეს იყო ციფრული ფოტოგრაფიის და დიზაინის ისტორია. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენამ შეცვალა. 1954 წელს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშოვმა ყირიმის ოლქი რუსეთისგან უკრაინას გადასცა. ეს გადაწყვეტილება გახდა თანამედროვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი ისტორიული საფუძველიც. 1945 წელს კი წყნარ ოკეანეში დაიწყო ივო ჯიმას ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება ამერიკასა და იაპონიას შორის. დაიმახსოვრა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კოპერნიკის თეორიამ დაანგრია შუა საუკუნეების წარმოდგენა, თითქოს დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო, გეოცენტრული სისტემა. მე ვარ მენაბდე მასწავლებელი, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი არხი. ეს ვიდეო გაუზიარა მას, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს ისტორიას.